ეხლა მინდა განახოთ საგანმანათლებლო ფუნქციონალი და ტაბი, ასე ვთქვათ, რომელიც არის education-ი, ჩვენ გავიარეთ, ესე იგი blood work-ი, გავიარეთ performance gauge-ის შედგენა და დარჩა education. ანუ საბოლოო ჯამში ეს არ არის მხოლოდ სისტემა არ არის შექმნილი მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ კონკრეტულად გითხრას, რომ ეს ძალიან ეს გააკეთე და გააკეთო ძალიან ზედაპირულად რა. ჩემი აზრით, ამ სისტემის ერთ-ერთი თავი უპირატესობა არის ის, რომ სისტემა რაზეც მუშაობს და რა ცოდნის შედეგადაც შეიქმნა ეს ალგორითმები, ფაქტიურად ყველაფერს გვთავაზობენ ცოდნის სახით, რომ გადმოგხსენ რა. იქნება აქ უშუალოდ performance range-ები, როგორ შეიქმნა performance range-ი, დენ გარნერი ერთ-ერთი მისი დამფუძნებელი ლაპარაკობს სხვადასხვა პროტოკოლებზე. არის ასევე ლაპარაკი იმაზე, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს აი ამ ფარდობითობას ratio-ებს და რომ ცალკე მდგომი ინდიკატორი არ შევაფასოთ, იმიტომ რომ ორგანიზმი რთული აგებულებაა და ყველაფერი ერთმანეთთან კავშირში არის. ეხლა მე ჩავთავ ერთ-ერთ უბრალოდ შეიძლება არ ვიცი ხმა რატომღაც ჩემი ხმა ისვის, მაგრამ ამის ხმა არ ისმოდეს. აი ნახოთ ეხლა როგორ არის. თითოეულზე აი ესე არის გაწერილი ვიდეოები, სადაც ფაქტიურად თქვენ შეგიძლიათ რომ ნახოთ ენდი გალპენი და დენ გარნერი საუბრობენ აი სხვადასხვა სისტემის ფუნქციონალზე და საუბრობენ კონკრეტულად რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს მიერ შემუშავებული გეგმა კიდევ უფრო ეფექტური იყოს. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია დავბრუნდეთ უკან და იმის და მიხედვით თქვენ რა გაინტერესებთ, შეგიძლიათ აირჩიოთ აქედან, აქვე არის როგორც ვიდეოები, ისევე ტექსტობრივად გაშლილი, თუ იგივე ფუნქციონალური მიმართულებები რას ნიშნავს და წაიკითხოთ ვიდეოებს უყუროთ და საბოლოო ჯამში აიმაღლოთ როგორც თქვენი ცოდნა, ისევე ამაღლებული ცოდნით მიაღწიოთ თქვენი ჯანმრთელობის, ასე ვთქვათ, კიდევ უფრო კარგ შედეგს თქვენი ჯანმრთელობის კუთხით.